გამარჯობა, მე ზურაბ ყამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს მომზადებ. ახალი საკრავი გავაკეთე. ფანდური დაბალი ბანი. ორკესტრში ჩვეულებრივ ესეთი ბანებია. ზოგი შეცდომით ბას ფანდურს უწოდებს. ან მოკლედ ბასს ამბობენ. ისე კი ეს არის ტენორი ფანდური. კაკოსთან რომ ჩავდიოდი ხოლმე, მითხრა რომ კირილემ სამი ზომის ფანდური გააკეთაო. სოპრანო, ალტი და ტენორი. გამიკვირდა, ეს ბანი ფანდურია, ტენორი რატო გამეთქი აკო. დავით ყიფიანთან საუბარში დავითმა მითხრა რომ კირილეს მისთვის უთქვამს. ეს საკრავი ბანის პარტიებისთვის არ გამიკეთებია, ვარიაციებისთვის გავაკეთეო. ალბათ ქვეცნობიერად მეც ცოტავა, ხოლო დაკორდულად დაკვრა. ორკესტრში რო უკრავდი და სადაც ვნახე ანსამბლები, ქართულ საკრავთა ანსამბლები, ან ორკესტრი, აკორდულად უკრავენ, მაგალითად. ეცოტავა და მელოდია დაუკარი, თუნდაც იგივე დაუკრათ. ასე შემდეგ. ჯერ ერთი რო წლები აღარ დამიკრავს ბანზე. მერე მოუხერხებელია გადასაკიდი არ არის და ვერ მიჭირავს კარგად. მე ცოტავა აკორდები და მეც მელოდია დაუკარი. ლაშქრული გავაკეთე, ბანი იწყებდა. ასე იწყებოდა. და შემდეგ უკვე ვითარდებოდა მუსიკა. ერთი ნაკლი რა აქვს ბანი ფანდურს რომ ზოგი მეორე და მესამე სიმს აუბავს ხოლმე ლითონის სიმებს, ლითონ დახურულ სიმებს და პირველი სიმია გიტარის მესამე სიმი. მე პირველ და მეორე სიმს ნეილონს აუბავ ხოლმე. მესამე სიმი ლითონ დახვეულია. ტემბრი განსხვავდება. კი ბატონო, აკორდულად უკრავ და იმდენად არ ჩანს, მაგრამ მელოდიის დაკვირისას სიმიდან სიმს რო გადახვიდე, ერთგვაროვანი აღარ არის უკვე ეს მელოდია. და ის სილამაზე იჩაგრება, მოდი ასე ვთქვათ. მეორე ნაკლი რომ ხოლოდ მე არ შემჩნევია, სხვებსაც ვთქვამთ რომ მაგალითად უკრავთ და სი ბემოლიდან ფაზე გვინდა გადასვლა. თითქმის მთელ სიგრძეზე გვიწევს ხელის სირბილი, მოუხერხებელია. მაგალითად იგივე სი ბემოლიდან ფაზე აქვე შეგვიძლია გადავიდეთ, ოღონ შებრუნებას ვიღებთ აკორდის. მაგრამ ფა გვინდა რომ დაბალი ბგერა ვქონდეს, უდაბლესი ბგერა ფა იყოს, ვერ ვიღებთ ხომ? ერთი მიზეზი ესეც იყო რომ უფრო დაბალი ჟღერადობის საკრავი მინდოდა გამეკეთებინა. ამაზე ცოტა დიდი უნდა ყოფილიყო მუცელი, არც მიფიქრია რომ ამ ხელა მუცელს გავაკეთებდი, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ფიქრობდი. ჟღერიც ცოტა გრძელი უნდა ყოფილიყო და წყობა ეხლა ბანი ჩვეულებრივ იწყობა ლა, რე, სოლ. დამჭირდა და ერთი ტონით დავწიე. მაგრამ ჩვეულებრივ ასე იწყობა ლა, რე, სოლ და აკლია მეოთხე სიმი, ეს ჩელოს წყობა არის. მეოთხე დო სიმი აკლია. და მგონი ესე ვაპირებდი, არც მახსოვს, რომ გავაკეთებდი რე, სოლ, დო სიმებს, ანუ ლა სიმი არ იქნებოდა. კვინტით დაბალი ჟღერადობა ექნებოდა. არც გამიკეთებია მაშინ. ეს ჩანაფიქრად დარჩა. ალბათ ნოემბერში ან დეკემბერში მაინც ტარი გავაკეთე და ვერ მოვიცალე მას შემდეგ. ესე მქონდა ტარი. დიდი ყუა აქვს, 60 მმ არის სიგრძე მუცელის შიგნით. კაი კომბალია აქ. და კომბალა ყუა უწოდე ამას. ესეთ ყუას მე როგორცაც უკვე წლებია ვაკეთებ 2018 წლის ზაფხულიდან რომ შევცვალე ყუა, ასეთ ყუას ვაკეთებ. ეს ბანი მანამდე გავაკეთე და რა კი ყუა შევცვალე, სამახსოვრო დავიტოვე, აღარც გამიყიდია. სიგრძე თავიდან საკუთარიც გავზომე არის 1100 მმ, ანუ მეტრა და 10. მუცლის სიგრძე 505 მმ-ია, სიგანე
285. სიმაღლე 150 მმ-ზე მეტია. ბოლო 120 მმ-ია, მე მგონი, ასე მახსოვს და უასთან 52 მმ სიმაღლე. ტარიც რა თქმა უნდა უფრო განიერი და სქელია. ხელის დავაწებებ ანზე როგორც ვაკეთებ ხოლმე რომ ყელი მაგარი იყოს, არ მოიღუნოს, სიმებმა არ მოღუნოს. ჟღერის სიგრძე არის 748 მმ. სათავედან მე-12 ხიდამდე არის 370 მმ და იგივე 370 მმ-ში დავაყენე ჯორაკი. ამაღლდა ოქტავა. ამიტომ უკან გამოუწიე 8 მმ-ით. ჯერ გიტარის ბანის სიმები აუვი, კლასიკური გიტარის ბანის სიმები, მაგრამ ვერ მომცა სათანადო ჟღერადობა. და ამიტომ ჩელოს სიმები აუვი. მაგრამ სხვა წყობა არის. რე, სოლ და დო სიმებია. ავაწყე. პირველი სიმი არის სოლ. იგივეა, რაც ბანი ფანდურის მესამე სიმი. ეს არის 98 ჰერცი. მეორე სიმი არის რე 73.5 ჰერცი და მესამე სიმი არის ეს არის დიდი ოქტავის სოლ და რე, მესამე სიმი არის კონტროქტავის ლა 55 ჰერცი. თავიდან ჩვეულებრივ კვინტაში ავაწყე, მაგრამ კვინტური წყობა მოუხერხებელია დასაკრავად. რადგან ბანზე რომ გაჩვენოთ. იგივე რომ დაუკრა სიმიდან სიმზე გადასვლა. მოუხერხებელია. აქაც ხელის აქეთიკით წვალება გვიწევს. მით უმეტეს უფრო გრძელია ხომ ჟღერი და მეტად გაგვიჭირდებოდა ამის დაკვრა. აქედან გადმოსვლა. კვარტა უფრო მოსახერხებელია ესე მელოდიის დასაკრავად. ერთი ნაკლი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკორდები მხოლოდ კვინტ ოქტავას ვიღებთ. სხვა აკორდს ვერ ვიღებთ. მხოლოდ ეს არის. მაგრამ აკორდულად რომც არ დაუკრათ, რაც არაფერი დაშავდება, ხომ? ეს დაბალი ბანი არც გამიკეთებია აკორდებით დასაკრავად. დაბალი ბგერები უნდა მოგწვეს და მელოდია გაუკრათ რამე. ხო, კიდე კარგია რომ გამახსენდა. გადაცემებში ვთქვი, რომ ჩემ წიფლის ფანდურს ხიდი დაუდე, რომ წაბლის პირი იყო და როარ ჩანსნექილი იყო, მაგრამ არ გაამართლა. მაინც ჩაიზნიკა. ვიწრო ხიდი იყო. სქელხიც დაუდებ და მე უკვე ძალიან შეიზღუდება პირის ხევა. ჩვენ კიდე ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თავისუფლად ირხევოდეს პირი. და პირი რო შემცვალე, ხიდი აღარც დამიდია პირისთვის. აქ კი აუცილებელია. ორი ხიდი აქვს. ერთი ჯორაკის წინ არის, ერთი ასე გადის. აქედან რო ჩახედოთ, შუა ხვრელში ჩანს. აქვე არის ხვრელთან. აუცილებელია რომ ვერ გაუძლებდა უკვე პირი ჩაიზნექებოდა. ბანზე რასაც ვაკეთებ, თუნდაც იგივე ამ ბანს ან სხვა ბანი რაც გამიკეთებია, ხიდი არც ერთს არა აქვს. ვიწრო არის მაინც უფრო. და სიმები არის აწვება იმდენად, რომ ჩაზნიქოს. ამ ბანზე კი თავიდანვე, რადგან დიდია მუცელი პირი განიერია, აუცილებლად დაჭირდებოდა და თავიდანვე ესე გავთვალე რომ ხიდი დამედო. ვითომ ჯერ მხოლოდ ჯორაკთან მინდოდა, მაგრამ რო დავამუშავე, ნახე ხელში სუსტი იყო და მეორე ხიდი აქ იმიტომ დაუდე რომ ეს ადგილი უფრო განიერია ვიდრე ჯორაკთან, ხო? და მაინც ადვილად არ ჩატყდეს მეთქი, სუსტი რო არ იყოს, ამიტომ დაუდე მეორე ხიდი. მგონი სულ ეს არის, რაც დაბალ ბანზე მინდოდა მეთქვა. დღეს დაგემშვიდობებით.